23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადქებული მოციქულის წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი საჩხერისა და ჭიათორის მიტროპოლიტმა დანიელმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და გორისა და ადენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საჩხერისა და ჭიათორის მიტროპოლიტმა დანიელმა ბრელს ქადაგებით მიმართა და წმინდანის ღვაწლზე ისაუბრა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. დღეს საქართველოს ეკლესია, საქართველოს ხელისუფლება და მთელი ერი აღნიშნავს დღესასწაულს, რომელსაც ეწოდა აფხაზეთობა. დღევანდელი დღე შეირჩა იმის გამო, რომ დღეს არის ხსენება ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთის სვიმონ კანანელისა, რომელმაც ანდრია პირველწოდებულთან და მოციქულ მატათასთან ერთად იმოგზაურა საქართველოში და აფხაზეთში ქადაგებისას აღესრულა მოწამეობრივად. იგი არის დიდი მეოხი სრულიად საქართველოსი, მაგრამ განსაკუთრებით იგი არის მეოხი აფხაზეთისა. მისადმი ვედრება ეს არის უმოკლესი გზა აფხაზეთში ჩვენი დაბრუნებისა და აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენისა. დიდია ძალა მოციქულთა. მე მინდა ჯერ ერთი მიულოცო სრულიად საქართველოს სვიმონ კანანელის ხსენების დღე და მიულოცო აფხაზეთობა. განსაკუთრებული იმით არის ეს დღე, რომ ჩვენ დღეს აფხაზებსაც მოუწოდებთ, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე, აღვადგინოთ ის ჩატეხილი ხიდი, რამდენადაც ძნელი და რთული არ იყოს, მტკივნეული არ იყოს ეს პროცესი და ერთად აღვნიშნოთ ის, რასაც ქვია ერთიან ქვეყანაში ბედნიერი და კეთილი განწყობით ცხოვრება. წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე და აფხაზეთობა დღეს ენგურის ხიდთან აღენიშნა. აქ შეკრებილმა სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს და უფალს ქვეყნის გაერთიანება და მშვიდობა შესთხოვეს. ადგილზე ბრძანდებოდნენ წმინდა სინოდის წევრები. აფხაზეთიდან დევნილმა სასულიერო და საერო პირებისგან შემდგარმა ჯგუფმა ლოცვით, გალობითა და ხატებით წმინდა სვიმონ კანანელის გზა გაიარა. მსვლელობა ენგურის ხიდთან 22 დღის შემდეგ დასრულდა. მონაწილეებმა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარიც მოილოცეს. აქედან ვულოცავთ ჩვენ ძმებს, აფხაზებს ქრისტეს აღდგომას, ვულოცავთ სვიმონ კანანელის, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და მას ვავედრებთ, რომ ჩვენში ისეთივე სიყვარული იყოს, როგორიც ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში, ისეთი თავგანწირული პატივისცემა და სიყვარული, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა მუდამ და ეს ცუდი, რა თქმა უნდა, მიეცეს დავიწყებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით სასულიერო პირები გზადაგზად ჩერდებოდნენ და ღვთისმსახურებას აღავლენდნენ. საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებით მრევლი მათ სიხარულითა და სიყვარულით ხვდებოდა. მსვლელობა 1 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო. სასულიერო პირები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალ წელს წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მშობლიურ აფხაზეთში შეხვდებიან. გურჯაანის რაიონის სოფელ ზემოკაჭრეთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი იკურთხა. ეკლესიაში პირველი სადღესასწაულო წირვა გურჯაანის ყველაწმინდის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა იღუმენმა რაფაელმა ხელაშვილი სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმსახურმა მორწმუნეებს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა და ტაძრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყველა სოფელს და ყველა ჩვენს მოსახლეს უსურვებდი, რომ პირველადაც იფიქროს, რომ ერთთან მისადგომი და მისახლებელი მისთვის არის ყველაზე მთავარი და უპირატესი. გიხარობდეთ, მიხარიათ თქვენ ერთად, იმიტომ რომ თქვენ აღაშენეთ სულიერი სახლი, განასრულეთ და დანარჩენი ღვთისმადლით, მონზღრის მეშვეობით, თუ როგორ მიახლოთ ღმერთს, ეს უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ ამას შეძლებდა მოახერხებთ.
სოფლის მოსახლეობა ტაძარს 19 წლის განმავლობაში აგებდა. აღნიშნული ეკლესია ზემო კაჭრეთში ერთადერთი მოქმედი ტაძარია. სწორედ ამიტომ მშენებლობის დასრულება ადგილობრივებისთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი და სასიხარულო იყო. როგორც თავად ამბობდნენ, წირვაზე დასასწრებად აქამდე მეზობელ სოფლებში დადიოდნენ. დღეს ბედნიერი დღეა ჩვენი სოფლისთვის. წლებით ხდებოდა ეკლესიის აშენება და დამთავრდა წმინდა ნიკოლოზობას და წმინდა ნიკოლოზი მოგვევლინა კიდევ ერთხელ მფარველად. ულოცავ ყველა სამ სოფლის თითოეულ მაცხოვრებელს დღევანდელ დღეს.